შემდეგ აი შეკარადიას გადაწყვეტ დაურმაგდება აუმჯობესების რაოდენობა. დაფინება ხალხი მიცდის ამის. ისეც რომ მარტო უცხოელები რო ნახავენ ისე შეუნე ძალიან ბევრი და ქართველებს ემაც ეს ერთ-ერთი მიზანია ამასულის ეს არის პოპულარიზაცია მასშტაბის. და მე როცა გვირაბი გაგეთება საერთოდ ფილის დავაპირებ ხაზ დაპატიმრო და გვირაბს იქნება. ხომოდა ნუ უდაურში სანამ არ მოუხმდეთ. ეგ არის დაახლოებით 4 წლიანი პროექტია და პარტიკულარულად სეპატიმინოს ყაზმებს მიაბავს თბილისში ჩვეულებრივ თბილისის გარეუბანიოდით და ეს იქნება აი აფეთქება ეხლაც რამდენია მე უბრალოდ ცარიელი ადგილად იქნება ჩასავალი დამთარში მithumetis ხალხი მიდის ეგ ნეპალში და სადღაც ამ დროს აქავად ცენტრი ცივილიზაციის ხო და ეს რაღაცები Give us 5 minutes. 5 minutes. Let's do it. No chance. ეს თვალოვანი უფალი შემოჭრეს, იმიტომ რომ აქ პირველი საქმე. ოკეი. Какие большие деньги с России вливаются в пропаганду против Грузии, против Украины. Мы чувствуем это как, я бы сказал, даже так, может и не вульгарно, как прыщно. Это нас турбует украинскую мать. Беспокоит. Беспокоит, да. Как бороться с этим? С этой информационной экспансией? Какую разницу? Что создала Грузия для Украины за последние годы? Грузия для Украины, она создала ориентиры. Один единственный ориентир, что можно что-то изменить очень быстро. Очень можно изменить быстро на протяжении 2-3 лет. Очень быстро. И создать то, что мы сейчас в Украине не верим. Вот в чем проблема главная. Поэтому мы смотрим на Грузию как на что-то особенное, как на ориентир, как на европейский ориентир. Уже сейчас мы видим вас страну, которая принадлежит к Средиземноморью, к Средиземноморскому братству. Вот где-то можно вот здесь, в Грузии, искать это золотое руно. Не в Украине, к сожалению, а здесь в Грузии. Украина великая нация, 45 миллионов. Ну, да. Великая, но Грузия тоже великая. И спасибо Грузии. Я еще раз скажу, я человек не официальный, но я от имени всего украинского народа хочу поблагодарить Грузию и лично вас, что вы создали нам, повторяюсь, этот ориентир, что можно изменить очень быстро, на протяжении нескольких лет, все в лучшую сторону, прогрессивную, в цивилизированную сторону и в европейскую сторону, как никто не сделал на территории бывшего Советского Союза. Excel გვინდა ხალხო ეს Excel-ია. აი ეს უკვე გაიზარდა. შენ გაქრომონ შენ. ხო.
გადასახულად მიდიხარ მიზნისკენ, რა დაბრკოლებაც არ უნდა იყოს, რა პრობლემებიც არ უნდა შეიქმნას გზაზე, თუ გჯერა რომ მიხვალ, აუცილებლად მიხვალ და მაგრამ ამისთვის საჭირო მოძრაობა, მუდმივი მოძრაობა. ამიტომ თავის დროზე ჩვენ დავარქვით ამას ნაციონალური მოძრაობა, რომ თელიერი მოძრაობდეს ერთად წინ დასახული მიზნისკენ. რა თქმა უნდა, შეიძლება გზაში დასვენებად, ჩამოჯდომაც, როცა ჩამოჯდები შეიძლება ოცნებასაც ვიყო ხელი, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ დიდხანს ჩამოჯდომა და დიდხანს ოცნება შეიძლება უბრალოდ ჩამოგეძინოს და გაიყირო და დაიღუპო. ეს ეხება აქ. უნდა ამ დასვენების შემდეგაც თუნდაც ოცნები შეიძლება წამოდგე და ისე ვიმოძრაო. და მაშინ მიზნამდე აუცილებლად მიხვალ. თუ გჯერა რომ ეს მიზანი ყველაფერია შენთვის და შენი ერისთვის, შენი ქვეყნისთვის, შენი მომავალისთვის, შენი შვილებისთვის. აი ეს არის ასევე თემის გაკვეთილი ჩვენთვის. ზეპასავით არის ეს. არც თოვლი, არც და გიყავს სახეში რაღაცა გასპერ. ჰალო. ზაფხული ხან დამთავრდა? აკიდე ზაფხული არა ზაფხული. სიზონთან. საქართველოს პროფეროს ვიყავი რა? გუშინ წინ ბათუმში ვიყავი. 32 გრადუსში. და გუშინ ამოვიდა იყო ბოლომდე ზავთ. Знавши волю и свободу, наситивши мить, вік, країну звідкіль родом. Тільки незалежна країна, як і людина може бути щасливою. Щасливо. Ходам у кілебені, що бойбос, ще й бойбос. Paraklisa დაუჯდომელი ღირსისა მამისა ჩვენის არქიმანდრიტისა გაბრიელის, აღსარაბლისა და სალოსის. დაინახე ნაგავი როგორ ყრია და ეს ნაგავი ვერტმფრენები მოდიოდნენ ადრე და მიქონდათ. მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ამას ჭირდება რუსული ვერტმფრენები ყველა მწყობლი არ არის გამოსული და ამიტომ ჩვენ ვიყიდეთ საფრანგეთში სარკოზის ჩარევით 2 სუპერ პუმა ძალიან ძლავრი ვერტმფრენი და კიდე 2 შესყიდვის საშუალება ჰქონდა. სუპერ პუმაზე ეს ნაგავი ჩაებმევა ესე და ჩვეულებრივად ჩაიტანა უპრობლემოდ ამოდის აქ ეს ვერტმფრენი. ეხა გავიგე, რომ თავდაცვის სამინისტრო თურმე ამ ვერტმფრენებს ყიდეს უცხოეთში. თურმე ვერ შეინახავენ. საქართველოს როგორ შეიძლება საქართველოს სიმწრით მოპოვებული ვერტმფრენები, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტის ჩარევით მოხდა, ეხლა თუ შუამარის მეშვეობით რა ზუსტად ვიცი, ვიღაც პეტერბურგის ბიზნესმენთან აწეროს მოლაპარაკებას, ჩვენი თავდაცვა რომ ჩვენი ვერტმფრენი გაუშვას იქ. და ვფიქრობ, რომ კაი სამხედრო ტექნიკის წარმოება შეაჩერეს და ბაქრიტულად მოკლეს ის ქარხანა ეს ერთი, მაგრამ რაც უკვე გაქვს ტექნიკა, ის მაინც რა რითი ფიქრობს ეს ხალხი, მართლა არ მესმის რა. აი ატყობა აქ არ ყოფილა რასოს, თუნდაც აი ამ მიზნისთვის გჭირდება და სხვა რამთვად აქ რო რაღაც პრობლემა სამაშველო ოპერაციებისთვის ჩვენ ეხა პრაქტიკულად აღარ აქვს ტრანსპორტი. ასე რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამის გაკეთება, რაც მაგათ გეგმები აქვს, იმიტომ რომ მე ახალი ვერტმფრენებს დაჭირდება კიდე მრავალი წელი, სანამ ვიშოვეთ. კიდევ ისულო და გარაბი. ისე რომ Şantilis asıl susmen iPod. iPod.
ცოტა დასაბლუდა. მოდი ერთად ვებში.